ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კვალის წაშლის კიდევ ერთი მცდელობა და ისტორიული ძეგლების განადგურების მორიგი ფაქტი. ბედიის ღვთისმშობლისა და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების შემდეგ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გუდაუთაში მდებარე ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის რესტავრაციას იწყებს. უნიკალური ძეგლი მე-11 საუკუნეებით თარიღდება. რესტავრაციის გადაწყვეტილება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა მიიღო. ქართული ექსპერტები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას ითხოვენ. ისტორიკოსებს თეონა ცხომელიძე ესაუბრა. გიორგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ქართული საეკლესიო მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში არის. მისი ინტერიერის უმრავლესი ნაწილი სწორედ მოხატული არის ქართული წარწერები და ფრესკებით. სავარაუდოდ სწორედ ეს ფაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ საოკუპაციო რეჟიმმა გადაწყვიტა უკვე ბედიისა და ილორის მონასტრების შემდეგ ეგრეთ წოდებული რესტავრაციის ჩატარება. ამ მონასტერში სპეციალისტები შიშობენ, რომ იმ გამოცდილების ფონზე, რომელიც წინაურ შემთხვევაში იყო, სავარაუდოდ სწორედ აქაც მოხდება ქართული კვალის წაშლის მცდელობა. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე საფრთხე ემუქრება, რაც მოხდა უკვე ამ ბედიაზე და ილორზე. აი რაღაცა გარკვეული აი ამ რესტავრაციის ეგიდით ჩატარებული სამუშაოების შედეგად ვიღებთ, რომ აი რაღაც ქართული კვალი იშლება. მოგეხსენებათ ბედიაზე რა მოხდა, ბაგრატის გამოსახულება მოამტრიეს და წარწერები ჩამოამტრიეს და ილორიც რაც მოხდა, ეგეც კარგად სულ შეუცვალეს სახე. მე გეტყვით, რომ ამ ლიხნეში არის ბევრი ფრესკების ხავსია თითქმის ინტერიერი ფრესკები, სულ ქართული წარწერები აქვს იმ ფრესკებზე და მე მეშინია რომ რაიმე კვალი არ წაიშალოს ლიხნეში. სამწუხაროდ არ ვფლობთ რაიმე კონკრეტულ ცნობებს, აი ვიგებთ კანტიკუნტად ზოგი სხვადასხვა წყაროებიდან, ხანდახან ვიზუალურ მასალასაც ღებულობთ, ხანდახან მხოლოდ მოყოლით ვიცით, რომ რაღაცა კეთდება. გვიჭირს კიდევაც შეფასება იმისი თქმა, როგორ კეთდება, რა დონეზე და ვის მიერ. თვით მოსკოვის რუსეთის იკომის მიერ გაკეთებული შეფასებები ძალიან, ასე ვთქვათ, ახთოვანებით არ გამოირჩეოდა უკვე ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ასე რომ მე მგონია, რომ ეს დიდი საფრთხე არის და უნდა ყველანაირად ვეცადოთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ჩავრთოთ ამ საქმეში. ეს კონკრეტული ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან აღმაშფოთებელი და საწყენია, თუმცა სამწუხაროდ გასაკვირი არ არის. ვფიქრობთ, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ წინ აღუდგეთ ამ ბარბარულ მოქმედებას. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ზეწოლა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მათ ჩაერიონ ამ საკითხთან დაკავშირებით. მე აუცილებლად ამ ფაქტს დავაყენებ რუსეთის საპარლამენტო ასამბლეის თომაზე და მოთხოვ რუსულ მხარეს, რომ რუსული მხარე აქტიურად მღეროს მონაწილეობას აი ეს დანაშაულებრივ ქმედებებში, რომ შეწყდეს ეს ყველაფერი და მოთხოვ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დაგვიჭიროთ მხარი ამ მიმართულებით. როგორც მოისმინეთ, ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გაძლიერდეს რუსეთზე ზეწოლა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ძეგლებთან დაშვებული იქნან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მოხდეს მათი აღწერა, მდგომარეობის შეფასება და შემდგომ უკვე პროფესიონალურად მათი რესტავრაცია. მე შეგახსენებთ, რომ ლიხნის ტაძარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოფიციალური მონაცემებით რიგით მესამე არის, სადაც საოკუპაციო რეჟიმი ატარებს სარესტავრაციო სამუშაოებს. წინაორ შემთხვევაში ქართული კვალი უკვე წაშლილი არის ბედიისა და ილორის მონასტრებში.